გამარჯობა. დღეს 14 ივნისია 2026 წელია. დღეს მინდა ცოტა ვისაუბრო ერთ სერიოზულ თემაზე. მე მინდა თქვენ დივერგენტები გაგაცნოთ. თეთრი ყვავები, ანუ ეს ის ხალხია, ვისაც ევალება დანარჩენი ქართველობას გამოფხიზლება. აქ არ არის მაინდა-მაინც ბევრი ადამიანები, მაგრამ არიან 210-250 კაცამდე. რა არის? მადლობა, ერთი წუთი ვიდეოს ვიდეო. ეს ხალხი არის როგორც დატენილი მაუზერი, ისე მომზადებული. ჩვენ შევიმეცნეთ საღვთო ცოდნა, შევიმეცნეთ ბოლოჟამის პრობლემები, ხვდებით რომ ეპოქალურ ცვლილებაში ვართ. მოდის ძველი ცოდნები, ინფორმაცია სიტყვა პირდაპირ გეუბნება ინოძუ, ხვევით რო არისო ისო, მიწის ხვევით ფორ, დამალული რო არისო, ფორუა, დამალული რო არისო და ია არის ჩვენი კოლხეთის ინფორმაცია. ანუ მოდის ჩვენი კოლხეთის ინფორმაცია, რომელიც იყო დამალხული. ეს ყველა კარგად იცის. ეს ხალხი, ეს დივერგენტები, ეს თეთრი ყვავები მომზადდა სპეციალურად იმისთვის, რომ დანარჩენი დები და ძმები გამოაფხიზნონ. ჩვენ ერთმანეთს ვერაფერს ვერ გავუკეთებთ, დავაფიქრებთ. ხო, ერთმანეთის დაფიქრება შეგვიძლია, დაგაფიქრებ და შენ თვითონ შეიმეცნებ შენს თავს. სხვა აგიშვილის არავინ. შენ უნდა გახდეს შენი თავის პატრონი, თავისუფალი ნების მატარებელი, თავისუფალი ადამიანი, მართალ მადიდებელი, ჭეშმარიტი. ქრისტემდე ვიყავით 9 საუკუნის უკან. ეს ქრისტემას თქვა, რომ ჩემამდე 9 საუკუნით უკან ვიყავითო მართალ მადიდებლები და იმ პოზიციაში ვბრუნდებით ჩვენ დღეს. მე მინდა ამ გოლიათ ხალხს დიდი სიყვარული და დიდი პატივისცემით შემოვეხმიანო. ეს ხალხი არის სამაგალითო ხალხი. ეს ხალხი არის ბრძენი ხალხი. და ეს ხალხი არის ის ხალხი, რომელიც ერთს მიიყვანს გაბრწყინებამდე. ეხლა მე მინდა ამ ხალხს შევთავაზო ასაკის განახევრება. გარდა იმისა, რომ გაძლიერებას გადაგივაკ. ჩემი მოძღვრება არ არის მიმართული კანიბალებისკენ. ჩემი მოძღვრება ჭეშმარიტებისკენ არის. მე ვზივარ გემში, რომელი გემის ვიდის ჭეშმარიტებისკენ. ვინც ამ გემში ჩაჯდება, ყველა კომფორტულად იგრძნობს თავს. მისი სული და მისი ხორცი იქნება მუდამ ზარყოფნაში, მუდამ განახლებული და მუდამ სიცოცხლით სავსე. მე თქვენ თავაზობთ ახლა ასაკის განახევრებას. ეს მოძრაობა ხელს შეუწყობს სისხლის მიმოქცევას, ტვინის განახლებას, მეხსიერების განახლებას, მიხრა-მოხრის განახლებას და ხედვის განახლებას. და რა არის ეს მოძრაობა? არაფერი ბევრი ისეთი. მოუჭირეთ ითები იმას იატაკს, მოდუნდი ოდნავ მოკეცებულ ხლებში და წავიდა 30 წამი ვიბრაციებით ფერხვა. მე გაშალე ხელი და ეგრევე მოდი მე 5 თითი დაადევი და 2 თითი, ანუ მე 7 თითზე. Palitido.
იხარეთ მუდამ. თუ სიხარული არ არის შენში, ანუ ეშმაკი ბუდობს შენში. ეცადე გაიხარო, ფალი ირო.